ღაზაში პალესტინელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცივ ზამთართან გასამკლავებლად საჭირო ნივთებს ნაგავსაყრელებზე ეძებს. ხან იუნისში მუვასის არეალში არსებულ ნაგავსაყრელზე ადგილობრივი მოსახლეობა პლასტმასასა და ქაღალდებს აგროვებს, რომ შემდგომ ცეცხლის დანთება შეძლოს. იძულებით გადაადგილებული პირი აზიზ აკელი, რომელიც ოჯახთან ერთად კარავში ცხოვრობს, ამ ადგილას ყოველ დილით მოდის, რადგან მას შეშის შეძენის საშუალება არ აქვს. დღეს შეშა დაახლოებით 7-8 შეკელი ღირს, ჩვენ კი შემოსავალი საერთოდ არ გვაქვს. საჯარო სამსახურში ამ მთავრობაში არავინ ვარ დასაქმებული. ჩემი სახლი აღარ არსებობს, ჩემი შვილები დაჭრილები იყვნენ, უკიდურეს გაჭირვებაში ვართ. აქ მოვედი, რომ პლასტმასა მოვაგროვო და ცოტა ფული დავზრუნო. კარავში, სადაც ის მეუღლესთან და 6 შვილთან ერთად ცხოვრობს, ცეცხლის დანთება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ოჯახმა საკვების მომზადება და გათბობა შეძლოს. მამაჩემი პლასტმასისა და ქაღალდის შესაგროვებლად ყოველ დილით მიდის. რა თქმა უნდა, ეს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. მამაჩემი არ მუშაობს. სამსახურები არ არსებობს. ყოველ დღე მიდის იქ, რომ გადავრჩეთ და საუზმე და სადილი მოვამზადოთ. ეს ხომ სიცოცხლისთვისაა აუცილებელი. ჰუმანიტარული ჯგუფების განცხადებით, ღაზაში საჭიროა უფრო მეტი დახმარების პუნქტის გახსნა. ასევე მეტად ხელმისაწვდომი უნდა იყოს გაზიც. ღაზაში საწვავისა და ბუნებრივი აირის დეფიციტია. შესაბამისად, ფასიც მაღალია. ამიტომ მოსახლეობას მათი შეძენა შავ ბაზარზე უწევს. აზიზ აკელის მეუღლემ სანა სალაჰმა იცის, რომ პლასტმასის დაწვა მისი ოჯახის ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელია, თუმცა ამბობს, რომ სხვა გზა არ აქვს. ეს დაავადებებს იწვევს, თუმცა იძულებული ვართ გამოვიყენოთ, რადგან შემოსავალი საერთოდ არ გვაქვს. ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ გადავრჩეთ. ესაა ჩვენი ცხოვრება, არც შემოსავალი, არც საბანი, არც ზამთრის ტანსაცმელი. გეფიცებით მთელი ღამე სიცივისგან ვკანკალებთ. ყველანი ავად ვართ. არაფერი გვაქვს, რაც გვათბობს. სიცივის გამო ვერც ვიძინებთ. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზამთარში ძლიერ სიცივეს 9 ბავშვი ემსხვერპლა. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა, ღაზაში 100-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. მათ შორისაა 27 დღის გოგონა, რომელიც ჰიპოთერმიით გარდაიცვალა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ისრაელსა და ჰამასის მებრძოლებს შორის 2 წლიანი ომი შეაჩერა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების, ძირითადად საკვების მიწოდება უზრუნველყო. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი, რადგან რეგიონში კვლავ საბნების, თბილი ტანსაცმლისა და შეშის დეფიციტია.